მოგესალმებით ძვირფასო გულშემატკივრებო, გიბრუნდებით დიდი 10-ის მორიგი მატჩით, მესამე ტურის მესამე მატჩი კონკრეტულად ლელოსა და ქუთაისის აიას შორის შედგება ეს მატჩი. მიცა სოსო ჯაფარიძემ სასტარტო სასტვენი და ბურთი თამაშია. ქუთაისელები თავის 24-ში. ჩვენ ამასობაში მოგახსენებთ გუნდების შემადგენლობას, მაგრამ პირველივე ჯარიმაც დაწველი თამაშისთვის მიიღო თბილისის ლელომ და სანამ გადაწყვეტს კაპიტანი რა უნდა მოიმოქმედოს, მოგახსენებთ ლელოს შემადგენლობას. პირველ ხაზში ზურიკო ურთაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი და დავით ქუნთელია დგანან, მეორე ხაზში თორნიკე ღანიაშვილი და ალბათ მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდის კაპიტანი სანდრო ქოიავა. მესამე ხაზში ნიკა აბესაძე 6 ნომრად, 7 და 8 ნომრები ზაურ კენჭაძე და ზურაბ გოთაიძე. ღერს გაამაგრებენ მიხეილ ყაჩლავაშვილი და გიორგი სპანდერაშვილი, ცენტრიდან შეუტევენ გიორგი ჩიქოვანი და ბექა მამუკაშვილი, ფრთებზე გაგა ქევხიშვილი, ნიკა ხალვაში, ხოლო 15 ნომრად გიორგი ბოლქვაძე გახლავთ. ხო, რაც შეეხებათ სტუმრებს ქუთაისელებს, პირველი გუნდის კაპიტანი პეტრე ჯინჭარაძე, 2 გიგი ჭუმბურიძე, 3 გიორგი ქიმუცაძე, 4 და 5 პაატა ჩაკვეტაძე და გიორგი მეფარიშვილი. დაარტყმა ზუსტი ამასობაში გაიხსნა ანგარიში, გახსნა გიორგი ბოლქვაძემ. 9 და 10 ნომრებად ზურაბ ხუციძე და ელგუჯა მახარეიშვილი შეუწყვილდებიან. ერთი ფრთა იქნება 11 ათუკა ზვიადაძე, 14 ეშვილ ბოთა, ცენტრები 12 და 13 ნომრები გივი კაშია და გიორგი ფრუიძე, 15 ნიკა ღლონტი. მატჩის ოფიციალურ პირებს რაც შეეხება, მთავარი მსაჯი დღეს იოსებ ჯაფარიძე იქნება, კიდეებზე მას საბა აბულაშვილი და გიორგი ერემეიშვილი დაეხმარებიან. გვეყოლება ვიდეო რეფერიც შოთა ცაგარეიშვილი. დელეგატი ნათია პატაშური, მეოთხე მსაჯი ანა პოღოსიანი, მატჩის მდივანი ლუკა მუჩიაშვილი. ამჯერად კი ქუთაისის აია შეიყვანს განახლებიდან ბურთს თამაში, მახარეიშვილმა გააკეთა ეს საქმე და ყაჩლავაშვილი თავის მხრივ გამოდის კარგი შორეული დარტყმით 22-დან. ხო, იქ ძიმე ბოჭვაც მოხდა, მახარეიშვილმა ისევ ფეხი აწია. ხო, ზურგიც ქარით სარგებლობენ ქუთაისელები. პირველ ტაიმში ეს დარტყმაც დიდი ალბათობით ქარმა წაიღო, არ იქნებოდა მახარეიშვილის ძირითადი გათვლა 22-ში დარტყმა. დაშავებულია ერთ-ერთი ქუთაისელი. აკიანი ბოჭო არ იყო, ტაიმინგი იყო მაინც ასე თუ ისე, ვარდანიძე უნდა იყოს ეს მოთამაშე. თუ არ შეუშლის ქარი ხელს მოთამაშეებს, წესით ამ ორ გუნდს შორის ტრადიციულად ყოველთვის თვალსასეირო მატჩი გამოდის ხოლმე და ბევრი მომენტები დახუნძლული. ვიმედოვნოთ, რომ დღესაც ესე იქნება და მოახერხებენ ლელო და აია მაყურებლის გახალისებას. ბატირერენგა ბურთთან. ხუციძის ხელიდან წავიდა ბურთი უკან და შეეძლო თამაში. დაიკარგა და კონჩეტევაზე, თუმცა მამუკაშვილმა ვერ მიიღო ბურთი, რომ განეხორციელებინა სწრაფი შეტევა. ყაჩლავაშვილი გააკეთებს ერთ დარტყმას ზურიკო ურთაშვილზე. წესით თავად დაარტყავს. დააგრძელეს რაქი ლელოელებმა და ყაჩლავაშვილი მაღალ საბრძოლოს დაკიდებს, რაც ძალიან კარგად გამოსდის პირველი 3 ტურის განმავლობაში, შეიძლება ითქვას. კარგი იყო ჩახურვაზე. ლელო თავის მხრივ ბურთის მიღებაზე აია. ქუთაისელების დარტყმა რაკთან კი ბატონო ყურადღებით არიან. ეხს და აბრუნებს ხუციძე. საბრძოლოა, თუმცა მაინც დამაჯერებლად ჯარიმა როგორც ჩანს 2 ნომერი მომეჩვენა, ეს არ დავასწარი უბრალოდ საჯის გადაწყვეტილებას, დამტყმელის წინ გახდათ 2 ნომერი პატივცემული გიგა ჭუმბურიძე. კიდეზე გადადის როგორც ჩანს ლელო, კი ბატონო, ამ საქმეს გიორგი ჩიქოვანი აიღებს თავის თავზე. შევიდნენ 22-ში. მორიგი შანსი თბილისურ კლუბს. კი ბატონო, აი დავინახეთ 2 ნომერმა ცოტათი იჩქარა, გაასწრო დარტყმას და საკმაოდ სამართლიანადაც დაჯარიმდა. ბატონო, სოსო ჯაფარიძეს არ გამოეპარა ეს დეტალი. ნახოთ რა შემოგთავაზებენ ლელოელები მეტოქის 22-ში. ბადრი ალხაზიშვილი ბურთთან
კენჭაძეზე მოიგეს ორი ხელით. დააყენეს მოლი, რომელსაც კარგი ფორმირება ჰქონდა, აი ახლა შემოიშალა და მაინც რაკი ჩამოაყალიბა მასმიძელმა გუნდმა ზაურ ურთაშვილი. ზურაბ გოთაიძე თავად წაიღო. კოიავა. ისე ურთაშვილი, აქ კარგად ამოწია პეტრე ჯენჭარაძე. პირველი ნომრების შეჯახება ვნახეთ. შვენიერი ბოჭო შემოგთავაზა. კოიავა კარგი მიცვალება იყო. კონტრაქის კარგი მცდელობა. კი ბატონო, კი, სწორი სანქცია დასცა. ხოსე გაფარიძე. კარში არა ტყავენ. კი ბატონო, კი. სამი ქულის მოსპოვებლად დაარქვეს გიორგი ბოლქვაძე. წესით არ უნდა გაუჭირდეს ბოლქვაძეს ამჯარი მის კარგად შესრულება პირდაპირ ძელებს შორის არის ეს ჯარიმა და სულ რაღაც 25 მეტრში დაახლოებით. ბატონო, წარმატებულია ეს დარტყმა 6-0 ანგარიში ლელო გახლავთ წინ. აი აქ ამ მომენტში დაჯარიმდნენ ქუთაისელები. ოძლიერი ქარია დგომში. საწყის ბურთზე ჩიქოვანი კარგი იყო, ვარდანიძეც. აი ბოჭა ვარდანიძის შესრულებით ნამდვილად. კი ბატონო, კი. სწრაფი პასუხის საშუალება აქვს ქუთაისის აიას. შვენიერი შანსი. ხულების მოსპოვებლად კი ბატონო, ეს ციხცეო პეტრე ჯინჭარაძე გამოცდილი კაპიტანი მიუთითა ძელებისკენ. ხო, მოგახსენებთ რომ ეს არის დიდი 2025-26 წლების სეზონის მესამე ტურის მესამე შეხვედრა. გუშინ გაიმართა ორ დებიუტანტ შორის შეხვედრა გორში, სადაც წიქარა 24-3 დაამარცხა მასპინძელი გორის გორი და დღეს სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ავჭალაში ყაზბეგსა და ბათუმს შორის, სადაც ბათუმმა ბონუს ქულით მოახერხა და დაამარცხა სტეფანწმინდის ყაზბეგი 36-17. აქ კი მახარეიშვილმა გაიტანა ეს ჯარიმა 6-3 ხდება ანგარიში. აი ხედავთ რა კარგად ითამაშა ვარდანიძემ გერა ბოჭვაში ასულა შემდეგ არ გაჩერებულა ეგრევე კონტრაქტზე წავიდა, რამაც შედეგი გამოიღო. ზოგადად გამოიღებს ხოლმე ესეთი ბოჭვები შედეგს. ჩიქოვანმა დაარტყა საწყისი, კარგი დარტყმა მისწრებადი, გადაცდა ამწევ ბლოკს და კი ბატონო, შემდეგ ორმაგი წინვარდნა იყო და ბურთით იქნება ლელო. ხო, საწყის ბურთზე ჯერჯერობით ორივე გუნდს ასე თუ ისე უჭერს. მატჩის პირველი შერკინება გაიმართება ამასობაში მე-9 წუთზე. ვიმედოვნოთ რომ წარმატებით გამოვა ბურთი შერკინებიდან, ესე ვთქვათ. აი აქ გადაცდა ამწევ ბლოკს და კარგი შანსი ექნებოდათ ეხლა ლელოელებს რომ შეემაგრებინათ ეს ბურთი ხელში, მაგრამ ვერ მოახერხეს ამის გაკეთება. შეაგორა ბურთი ყაჩლავაშვილმა გატანისკენ მიუთითა და არა ახლიდან მოაწყობს.
ნუ თავიდან რიგზე იყო ყველაფერი, შემდეგ საჯისგან შორ მხარეს ორივე გუნდის პირველ ხაზელი წავიდა მიწისკენ, ვერ შეიმაგრეს თავი. ის გამოც გადაეწყო შერკინება და ნახოთ რა გამოვა ამ შერკინებაში. შვენივრად დადგა შერკინება, ბურთის გამოსულია. საინტერესო გადაწყვეტილება იყო. ყაჩლავაშვილის ვის დარჩება ბურთი? კი ბატონო, ქუთაისის აიარჩება. ამ მომენტში გამარჯვებული. მოიგეს მაინც გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგებს. ხუციძე დააქნია თავად წავიდა, მაგრამ იქ შეარს ეს სივრცეები. ლელოს მოთამაშეებმა. მახარეიშვილია ბურთთან გააკეთებს კი ბატონო მორკინანებით ერთ დარტყმას და აქედან უკვე ფეხით შეეცდება წესით ქუთაისური გუნდი გასვლას. თავად აკეთებს ხუციძე. არ გამოვიდა მაინც და მაინც შორს, თუმცა ვის დარჩება ბურთი ესაა საინტერესო. ყაჩლავაშვილი გადააწოდა შემდეგ ბოლქვაძემ წამოიღო ბურთი. კარგად გამოსდის ბოლქვაძეს ეს ყველაფერი მამუკაშვილი ფეხს დაარტყავს კი ბატონო. არის იქ უკან სივრცეები, ვინ იქნება პირველი მახარეიშვილი თავად გადავა. ვეღარ გარისკა კი ბატონო. რაგმატულად ითამაშა მახარეიშვილმა. ნუ მან რისკზე წასვლა ძალიან ძვირად შეიძლება დაჯდომა და ნამდვილად. უნდა შევაქოთ მამუკაშვილის კარგი ფეხი დაარტყა ის სივრცე მიდიალურად აითვისა, ყველაფერი დაიწყო ბოლქვაძის მინი სოლო რეიდით ასე ვთქვათ. ექვსკაციანი დერეფანი. ოლია თუმცა აი ახლა ჩახსნა ალხაზიშვილმა. იწევს ლელოს მოლი ნელ-ნელა, მაგრამ წინ აი ახლა შეძლეს ქუთაისელებმა ცოტა შეენელებინათ იგი და მოიხსნა ბურთიანი. ჩანს, ასე რომ შეუძლიათ თამაშონ. ქოიავა სარგებლობენ უპირატესობითაც. ქოიავას კარგად დაუხდნენ. სპანდერაშვილი, ალხაზიშვილი კარგად მივიდა ქიმუცაძეზე. ღანიაშვილიც კარგი იყო, წაწია მანაც გუნდი წინ. ისევ სპანდერაშვილია 9 ნომრად. იქ თითქოს ფეხი დაუწდათ ლელოელებს მოლში, თორე ის ხო, იქ ბოლო მომენტში. ბოლო მომენტში კი თითქოს ბურთიანს ფეხი დაუწდა, წაიქცა, თორე არ გავდნენ ქუთაისელები იმ მოლის გამჩერებლებს თითქოს. ხო, საინტერესოა, კარში არ ტყავს თბილისის ლელო. აი აკი ჯიუტა ბატირერენგამ ცოტათი იჩქარა და ერთი ნაბიჯით ადრე ამოვიდა. გადმოკვეთა თამაშგარის ხაზი. ბოლქვაძის მესამე დარტყმა იქნება ეს დღევანდელ შეხვედრაში, პირველი ორი ზუსტი იყო. ზუსტია ეს დარტყმა 9-3 ჯერჯერობით იყენებს თავის შანსებს თბილისის ლელო. მატჩის მე-15 წუთი მიმდინარეობს. არ გვაქვს მაინც დაბალი ტემპი. მიუხედავად ქარისა, ტემპს მაინც ინარჩუნებენ გუნდები. უყურადღებოთ თამაშის ლელოს მოთამაშეება და კიდევ ვერ ახერხებენ ლელოელები ბურთის მიღებას საწყისიდან მე რამდენად მესამეთ უკვე კი ბატონო ზურაბ გოთაიძე იყო იქ უყურადღებოთ სამივე საწყისი აიელების დარტყმით და დამთავრდა აიელების საკეთილდღეოდ ამჯერად შერკინება მიიღეს საკმაოდ ახლოს ლელოს მოედანთან აი უკვე ერთმანეთს შეუშალეს ხელი და
აჩლავაშონაც დაუშვა ასე თუ ისე შეცდომა. გივი კაშიაზე მიუთითებს სოსო ჯაფარიძე. მის ნაცვლად ნახოთ ვინ შემოვა. პატარაზე აქ განსკტარი როგორც ჩანს წარბი ახლა აი ეს 12 ნომერს იქვე აღმოუჩენენ დახმარებას და გააგრძელებს ის თამაში როგორც ჩანს. კი ბატონო. მშვენიერი შანსი ქუთაისის აიას. სადღაც 10 მეტრში. ლელოს ხაზი გიორგი ბაბუნაშვილი ჩანს კადრში. აიას მგეზავი, რომელიც ვერ ეხმარება ტრავმის გამო. მშვენივრად დადგა შერკინება ამჯერადაც და მიაწვა ქუთაისაია, მაგრამ როგორც ჩანს აი ახლა მიიღეს უპირატესობა ხუციძე. შეებრუნებული გადაცემა, კარგი, თუმცა მაგრად დახვდა. სპანდერაშვილი იყო თუ არ ვწდები, კი ბატონო. შანსი ნომერი 2 ქუთაისაიას. დაჯარიმდა დავით ქუმთელია. მიაწვა ქუთაისაია და 3 ნომერმა ლელოს სამანურა ვერ გაუძრო წნეხს, როგორც ჩანს და წამოდგა, რის გამოც დაჯარიმდა და ამჯერად ქუთაისელები მიუთითებენ კარისკენ. კი ბატონო, აი ამაც კარი მიუთითა საინტერესოა. ზუსტია მახარეიშვილის სტარტმა 9-6 ანგარიში. თანაბრად მიმდინარეობს ჯერჯერობით თამაში, გარდამავალი უპირატესობით, ცვლიან გუნდები კარში ჯარიმებს. ხო, ქულების უმეტესი ნაწილი ძირითადად ეს საწყისი დარტყმის შემდეგ უზუსტობას მოყვა. კი ბატონო. აი აქაც ვერ აიღეს ქუთაისელებმა წინ თამაშის უპირატესობითაც უნდა სარგებლობდნენ წესით ლელოს მოთამაშეები. აქ გარეთ თითქოს ერთი პასი და რიცხობრივი უპირატესობა ექნებოდა ლელოს. ალხაზიშვილი კარგად დახვდა ქიმუცაძე. სპანდერაშვილი კარგად შემოატარა, თუმცა ასევე კარგად დახვდნენ ხალვაშს და სად მოახერხა ხალვაშმა მოედანში დარჩენა, მილიმეტრები დააკრა ალბათ. სპანდერაშვილი, ურთაშვილს ტვირთავენ სტარტყმების დროს. გოთაიძე, ის კარგი წამღები არის. ამ შემთხვევაში კარგად გამოუვიდა. ქოიავა, მანაც წაწია წინ. სპანდერაშვილი, ბოლქვაძე ფეხი დაარტყა და ინახა როგორც ჩანს სარიელი წერტილი. ათუკა ზუიადაძე დააბრუნა, თუმცა აქ ისევ ბოლქვაძე ფეხი აწია. ძალიან მაგარი დარტყმული გამოუვიდა ბოლქვაძეს და ლელოელებს ძალიან სახიფათო გადაავსებენ კი ბატონო მოასწრეს. სივრცეები გამოუშვათ, მაგრამ კარგად გადაავსეს ქუთაისელები. ქევხიშვილი იყო შემდეგ ბურთით ურთაშვილი. უაშორა ჩიქოვანი თავად შეუტევს, კარგად გამოსდის სერათირბინა აცდა იქ. მე მგონი ჩაჭრაზე მიდიოდა აქ ბოთა, მაგრამ არ გაუშვა ჩიქოვანმა პასი. ყაჩლავაშვილი არ ჩქაროს ბურთის გატანას. ხდება. დაჯარიმდა როგორ ჩანს? არ ვიცი რაღაც კადრი ისე გადავიდა, საერთოდ ვერ დავინახე რამე.
ვარდანიძე გაასიმინეს, თუმცა საინტერესოა რაზე ხელით დაკაჩვაზე, როდესაც იყო მიწაზე, როგორც სოსო ჯაფარიძე ეუბნება, სამწუხაროდ კადრი არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დაგვენახა რა მოხდა, გადადიოდა კადრი და არ გამოჩნდა ჩვენთვის, ნახოთ იქნებ იყოს გამეორებაც. კარგი იქნებოდა. ალხაზიშვილი მოაწვდის ბურთს ერეფანში. და ყენისმოლი, თუმცა ჯარიმა ბლოკი იქნება დიდი ალბათობით კი ბატონო ასია. რა თქმა უნდა, ეხლა ამის გაკეთება არ შეეძლო. ვარდანიძეს მიწაზე იყო, ამბობდა ამას სოსოც, მიწაზე იყო მუხლებით აშკარად და 900 ბურთი გაქონდა, რა დროსაც ხელი გამოურტყა, ეს აღიქმება როგორც ცინიკური თამაში, რა თქმა უნდა და სავსებით დამსახურებულად მიიღო მან ყვითელი ბარათი ამ მომენტში, ახლა კი ბატირ ერენგას მოხდა ძალიან მაგარი ბოჭვა ლელოელების მხრიდან, მაგრამ დარჩათ ბურთი ქუთაისელებს. კი ბატონო, ურთაშვილი იყო კარგი. ჩაკვეტაძე არა, ეს საბალაღაძე იყო. ხუციძე ფეხს დაარტყოს. კი ბატონო, ხუდაძე ცდილობდა კენჭაძე ბოდიში დაფარებას, თუმცა არ გამოუვიდა. ქუთაისელები ბურთით მახარეიშვილი ფეხიდან იყო. საფიფათო კონშეტევა ახლა ქუთაისელებს. პრუიძე დაინახა სივრცე შეძურა, თუმცა იქ კარგი იყო ჩიქოვანი. შემდეგ ბურთიც დაკარგეს. კარგად გაირჯა ლელო. ბოლქვაძე რა კარგი იყო, გაცდა, მოუგდო, მაგრამ ვეღარ დაიჭირა. კარგი იყო აქ გიორგი ბოლქვაძის ჩანაფიქრი. უბრალოდ ხალვაშმა ვეღარ მიიღო ბურთი. თითქოს ღელავენ მოთამაშეები ბურთის, ჰაერიდან ბურთის დაჭერაზე რო პრობლემა აქვს ორივე გუნდს, ეს უკვე ნათელია 20 წლის განმავლობაში. თამაშიდანაც უჭირთ რიგ შემთხვევებში ბურთის ხელში შემაგრება და ალბათ ღელვარების ბრალია სავარაუდოდ. იმიტომ რომ წვიმა არ არის და სველი ამინდი არ არის, რომ ხელს უშლიდეს მოთამაშეებს. კარგი იყო ბოლქვაძე, აქაც გაასწრებდა ხალვაში დიდი ალბათობით, გავსებდა ხუთზე, მაგრამ ორიგი შერკინება. ამჯერად აჯობა ლელო მოწინააღმდეგეს, კარგად მიცეს ბიძგი. ვერ გაუძლო ქუთაისის 3 ნომერმა ქიმუცაძემ და აჯარიმდა ქუთაისსა ამჯერად შერკინებაში. ჩიქოვანის დარტყმა, საკმაოდ კარგი დარტყმა გამოვიდა ჩიქოვანს. გადაცდა გამწევ-ბლოკს, მახარეიშვილი მოუაშორა, არც თუ ისე კარგი გაცემა, მაგრამ ფრუიზემ დააქნია შეძრა, საიდან ცდილობდა ბურთს ამოგდებას, მაგრამ ჩიქოვანმა მოახერხა. საჩაჭრა ჩიქოვანმა. კი. ურთაშვილი. ყაჩლავაშვილი ვნახოთ, გააკეთებს დარტყმას თუ არა, კი ბატონო, ფეხით გავა. წინ თამაში თუ არ იყო, კი ბატონო, კი.
კიდევ ერთხელ ვერ იმაგრებენ ბურთს ხელში ლელოელები. რის გამოც დაინიშნება მორიგი შერკინება მატჩის. ხუთიზემ შეაგორა ბურთი. მოკლეფთაზე შეუტია ლაღაძემ. რა გამოვარდა გოთაიძე დავინახეთ. გუნდის კაპიტანი პეტრე ჯინჭარაძე. ხუთიზემ დაარტყა. დაიჭირა. ქევხიშვილმა 22-დან იქნება განახლება. კარგი ფეხი დაარტყეს, თითქოს თუმცა რჩებიან თავის ნახევარზე როგორც ჩანს. ლაღაძე ბატირერენგა იყო, კი ბატონო. მაგარი გადაყრა შეასრულა ბატირერენგა. გიგი ჭუმბურიძე ბურთით, ნახოთ რა კომბინაცია აქვს. ლაღაძეზე მოიგეს ორი ხელით გავიდა ბურთი ხაში გივიკაშია. მახარეიშვილი, ზვიადაძე, აქ გვიანი ბოჭვის უპირატესობა, თუ სწორედ კაშიაძე დაფიქსირდა გვიანი ბოჭვა. ბატირერენგა თამამად შეუძლიათ, ეხა ქუთაისელებს შეუტიონ. აი აქ ჩაჭრა. ამდვილად არავინ აღარ იყო შენი დამჭერი. მეგობა რომ, მაგრამ უპირატესობა ჰქონდათ. ქუთაისელებს გაიქცეოდა. ნახოთ გადაწყვეტილება. აი აქ ხედავთ გოთაიძემ გვიანი კი არა, საერთოდ უბურთო კაცზე იყო თან გვიანი ბოჭვა იყო. პატარა სასტენი იყო და ამის ხურში ამოწმებს სოსო. უბრალოდ ხელი შემოხვევა სადა აქ რო იყოს თან უბურთო კაცზე ბოჭვა თან მხრის დარტყმა შეიძლება უფრო მეტაზეც ვიფიქროთ, მაგრამ არ ვიცი ეს თითქოს უბრალოდ გვიან ბოჭვას გავდა ხვევდა ხელებს გოთაიძე როგორც გამოჩნდა ტელეეკრანებს. 12 წუთი ტაიმის დასრულებამდე კარში დაარტყავს მახარეიშვილი, შეეცდება გაათანაბროს ანგარიში ამასობაში დაბრუნდება დავით ვარდანიძეც. ხარეიშვილის დაარტყმა ზუსტია, ამ ქარის პირობებში არ იყო მარტივი. 9-9 ხდება ანგარიში. გიორგი ნემსაძეს გვიჩვენებენ ქუთაისის აიას მთავარ მწვრთნელს. ვნახოთ ამ განახლებიდან რა მოხდება, თუ შეძლებენ ქუთაისელები ბურთის მოხსნას აერში. კი, დამაჯერებელი ძალიან კარგათაც შეძლეს ამის გაკეთება. ზვიადაძე იყო კარგი ჰაერში, ბატირერენგა გამოვიდნენ 22-დან. მოედანში უნდა დაარტყას ხუციძე. კი ბატონო, მოედანში ეს დარტყმული ყურადღებით იყვნენ უყანახაზელები ბოლქვაძე. რა ბოჭვა მოხდა ბოლქვაძეს, დავინახეთ პეტრე ჯინჭარაძე იყო, ქიმუცაძე ყოფილა. ქიმუცაძე კარგ სეზონს ატარებს ჯერჯერობით მესამე ტურისთვის შორიურად გამოიყურება. ნამდვილად. დამაჯერებელი პირველ ხაზელია, ნამდვილად ქიმუცაძე. ყაჩლავაშვილი
დაარტყავს ფეხს, თუმცა 10 მეტრიან ზონას ვერ დატოვებს ეს ბურთი წესით. 10 მეტრიანი ზონა შეიძლება არ დატოვა, მაგრამ დამტყველის წინ არ იმყოფებოდა არავინ ლელოს მხრიდან, ამიტომ გრძელდება რა თქმა უნდა თამაში, ისევ ლელოს აქვს ბურთი. ჩიქოვანი იყო კარგი, აქ წავიდა ბურთზე ლაღაძე. შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა ამოღება. წამოვიდა შიგნით. წამოვიდა. ჭაძე. ქეხშმა. სპანდერაშვილი, ქოიავოზე ცუდი გადაცემა, აქ აწევს დაცვის ხას კი ბატონო. კარგი იყო ხალვაში. ბურთზე ჩაჭი. არ გადაგორება. ოღონდ რა თქმა უნდა მახარეიშვილი ღლონზე არ იქნებოდა ეს არ გადაგორება, როგორც ჩანს სხვა მოთამაშე იყო ბოჭავი მიწაზე, რის გამოც ჩათვალა იოსებ ჯაფარეძემ, რომ ვერ მოახერხა ლელომ სათანადო გადაყრა, რის გამოც შემდეგ ნიკა ღლონტი ჩაჯდა ბურთზე. შვენი რომ გადაიტანა. ჩიქოვანმა დაბრუნდება მოედანზე დავით ვარდანიძე სიმბინის შემდეგ. მორიგი შანსი ექნება თბილისურ კლუბს. კარგახანი ისე მეტოქს 22-ში არ ყოფილა. აქეთ კი ლელოს სამწვრთნელო შტაბი თორნიკე ბუბუტეიშვილის თავკაცობით. მოიგეს ორი ხელით, კარგი იყო. შუიდან არის გაჭრილი, როგორც ჩანს ჩახურავენ ამ ბურთს. კი ბატონო, ბრავო ქუთაისაიას ბრწყინვალედ დაიცვეს ეს მომა. კარგი იყო იქ ჩაკვეტაძე და მეფარიშვილი, თუ ვერ ვწდები, ის ორი მეორე ხაზელი. მახარეიშვილმა მოედანში უნდა დაარტყას, საინტერესოა სად მისცა? შიგნიდან 22-ში მისცა, ის დაუსხალი. ნუ წეგან გავიგე რომ უთხრა არ გამოხვიდე თუ გინდა რომ პირდაპირ დარტყმა შეგეძლოს. კი, აი ეხლა თქვა 22-ში იყო ეს თავისუფალი. კარგი დარტყმული მახარეიშვილის მხრიდან სადამდე ამოვიდა ვხედავთ რა მის მეტოქს 22-მდე. ხო, დიდი ალბათობით მეორე ნახევარში მოუმატებს ფეხით თამაშს ლელო, რადგან მათ ექნებათ უპირატესობა უკვე ამ კომპონენტში. ქარს თუ გავითვალისწინებთ. არასწორი მოწოდება? კი ბატონო, კი. შერკინება მოითხოვა. აი ამ ჯარიმის იმედად ალბათ. შვიდი წუთი ტაიმის დასრულებამდე. შერკინებაშიც კი გარდამავალია უპირატესობა. ერთხელ მოახერხეს ქუთაისელებმა მეტოქის დაჯარიმება, ერთხელ ლელოელებმაც მოახერხეს, რამდენიმე შერკინება ბურთიც გავიდა. მთლიანობაში ალბათ ყველა კომპონენტში თანაბარია დღეს. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე თამაში. ახლიდან მოეწყობა კი ბატონო. გაიწვა ეს ეპიზოდი. გატანისკენ მოუწოდა და არა. მოიხომს ახლა თავისთან.
არ გააქვთ ბურთი მოწოდებაზე გუნდებს, როგორც ჩანს მათ უნდათ რომ მიიღონ სარგებელი შერკინებიდან. ხო მისა გასცა ასე ვთქვათ პატარა სანქცია სოსო ჯაფარიძემ ვიღაცეები შეიძლება შეეწირონ ამ მომენტს და არა ვიღაცაო. ნახოთ რამდენად გაითვალისწინებენ ახლა გუნდები სოსოს მითითებებს. ლევოს ყოფილი მოთამაშე რატი ჟორჟოლიანი გამოჩნდა, რომელიც ხა გორის ღირსებას იცავს. მიიღო უპირატესობა ქუთაისურმა კლუბმა, გაიტანა ხუთზე მკაშია. კარგი პასები, ესეც კარგი იყო, თუმცა აქ ზვიადაძე ვერ აიღებს ამ ბურთს. აი რატომ არ გაქონდათ თურმე ქუთაისელებს შერკინებიდან ბურთი, როგორც აღნიშნეთ, უნდათ სარგებელი შერკინებაში, რაც მიიღეს და თამაში პირველად აქ შანსი რომ გავიდნენ ანგარიში წინ. წესით კარში დაარტყავენ ახლაც. არა შეცვალეს გადაწყვეტილება. თუ წინ გასვლა, ბარემ უფრო დამაჯერებლად გავიდეთო, ალბათ ესე გადაწყვეტეს და ვნახოთ რა გამოუვათ ახლა ქუთაისელებს. როგორც ჩანს, გრძნობენ მომენტს და აქვთ რაღაც კონკრეტული ჩანაფიქრი. ეგ კი ბატონო, აშკარა იყო. ურთაშვილი დაჯარიმდა და ამ შეხვედრაში მეორეა უკვე ეს. კიმუნცაძე ჯობნის მეტოქის. არასწორი მოწოდება, კი ბატონო. შერკინება მოითხოვა ლელომაც. ხაჩლავაშვილი არის ბურთით, ის შეაგორებს. დააჯარიმა ახლა უკვე ქუთაისელები. სოსო ჯაფარიძე. ჩიქოვანი გადავა კიდეზე. აი ესეთი გარდამავალია ამ კომპონენტში უპირატესობა. ხან ერთი ჯარიმდება, ხან მეორე. ხო, ყველაფერში თანაბარი თამაში გამოსვლის იდეაში ორივე გუნდს. ნუ ყვითელი აქ ერთი მიღებული აიას, რომელიც არ აქვს ლელოს. მაგას თუ ჯობნად ჩავთვლით. ჩიქოვანი კარგად გადადის დღეს. კიდეზე კარგად უყავს ფეხს. და მე ჩიქოვანის არ მინახავს. ხო, არც მე არ მახსოვს და მიგვერდა რატო არ ყავდა ის. ჩიქოვანისთვის დამახასიათებელია ბურთის კარგი წაღება, ესეთი ყველაზე გამორჩეული რა კომპონენტშიცაა, აქვს რა თქმა უნდა სხვა კარგი სარაგბო უნარებიც. გოთაიძე ბურთით შენივრად წამოიღო ბურთი გოთაიძემ. ხო, გოთაიძე გვემახსოვრება ოზურგეთის არწივებიდან, როცა პირველად დამოვიდნენ დიდათში, მაშინ იქ იყო. იქამდეც მახსოვს თელავში თამაშობდა, თუ სწორად მახსოვს. ნიერი დარტყმული ჩანს. საბრძოლო აქ მახარეიშვილი ხალვაში რა კარგი მოხსნა ხალვაშ მოხედავ და სტრაფი კონშეტევა ახლა ლელოელებს უნდა გაშალონ, რასაც იქცევიან. კი ბატონო, მივიდა ბურთი მამუკაშვილამდე, ბოლქვაძე გადააწვა ქეხი წინ გაუვარდა ქეხიშვილს. მაგრად გაშალა ლელო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქუთაისის აიაც შესანიშნავი იყო დაცვაში, ვერაფრით ვერ მოახერხეს ლელოელებმა, რომ ზედმეტი კაცი დარჩენილიყვნენ ფრთაზე. შემოსულია ვარდანიძის ამასობაში და 15-15-ზე არიან ახლა მოედანზე გუნდები.
კი, კარგად ჩარეკეს. თაისელებმა. როცა უპირატესობით სარგებლობდნენ. კი ბატონო, უპირესობა ქონიათ, გამორჩა ეს ამბავი, მაღალი ბოჭვა გაუკეთებია აიას 5 ნომერს, რაც არ ჩანდა ჩვენგან. კი ნამდვილად შეუშალა ქარმა ხელი ჩიქოვანს უკეთესი დარტყმისთვის. აი, აქ ნახოთ. კი ბატონო, იყო კისერთან კონტაქტი 5 ნომერის მხრიდან. ხანიაშვილს მოუგო ბურთი ხუციძე. როგორი მნიშვნელოვანი აუტის წამოღებას ახერხებენ ქუთაისელები. ოჰ, რა ბოჭვა გააკეთა ქუთაისემ თან არც მეტი არც ნაკლები ბოთას გაუკეთა ეს ბოჭვა. ქიმუცაძე რა კარგი იყო და აქ შემდეგ უკვე ქოიავამ ხელიდან ამოგლიჯა ბურთი. სპანდერაშვილი, ქუთაიძე თავაწავა აქვს სამურკინალზე მივიდა. აუ რა ბოჭვა იყო? კი, კარგი იყო ნამდვილად. ტაიმის ბოჭვაც შეიძლება დავარქვათ. თამამად. აჩლავაშვილი გაიტანა ბურთი ქოიავაზე ზურგთან გაკეთებული გადაცემა. სპანდერაშვილი არ იყო კარგი გადაცემები, ხალვაშსაც არ გამოსდის და აქ ყურადღებით უნდა იყოს ახლა კი ბატონო. ამი დასრულდება კიდეც სრულად თანაბარ პირველ ნახევარს უყურეთ, ანგარიშიც თანაბარი 9-9 და გემშვიდობებით. რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, ძალიან საინტერესო მეორე ტაიმით. დროებით.
გიბრუნდებით მეორე ნახევრით ლელოვაია 9-9 დასრულდა პირველი ნახევარი სრულიად თანაბარი ტაიმი ვიხილეთ მახარეიშვილმა დაარტყა საწყისი ყურადღებით იყო სპანდერაშვილმა რომელმაც დააბრუნა საკმაოდ კარგი ფეხი აქ ქარიც ეხმარება როგორც თქვი ნოდო პირველ ტაიმში მეორე ტაიმში ლელოსკენ იქნება ქარიო და ესეც ხდება რა დარტყმული გამოვიდა სპანდერაშვილს ხედავთ გადავიდა მეტოქის 10 მეტრიან ხაზამდე საკუთარი 22-დან. მაგრამ დიდად ქუთაისელებმა ქარი გამოიყენესო ვერ ვიტყვით პირველ რაუნდში. ვერ დაარტყეს კარგი ფეხი. ჭუმბურიძე. დერეფანში დამაჯერებელი იყო, აი აქ საკმაოდ ბევრი ცრუ მოძრაობა იყო, შემდეგ მოიგეს. მშვენიერი აუტი. კარგი მოლიც. კარგი ბიძგი მისცეს თავიდან. აქ ხუციზე გამოიტანს წესით. მოკლეზე შეუტია, როგორც ჩანს დაინახა სივრცე. კარგად დაუხდა ყაჩლავაშვილის მხრიდან. კარგად დაუხდა ბოთას. ჯინჭარაძე გუნდის კაპიტანი გამოვარდა ბურთი. ბატირერენგა სახიფათოა. შებოჭეს ხუციძე აქ ჩაკვეტაძე თითქოს ამც არ ელოდებოდა და ინერტული იყო, თუმცა მაინც მას ხვდა ცილად ამ დარტყმის გაკეთება ხუციძე ფეხს დაარტყავს. კი ბატონო კენჭაძე წნეხავდა, მაგრამ ვერ მოახერხას. ხავაშს კარგი ბოჭვა დაახვედრა ბატირერენგამ და ბოლქვაძემ ფეხი დააბრუნა. სად არის ბურთი? კი ბატონო მოედანში მახარეიშვილი იღებს ბურთს და ღლონტირას შემოგთავაზებს. არ ჩაუვარდა ლელოელებს ხელში. არ იყო ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება და დააჯარიმდნენ ქუთაისელები. იკითხებოდა თითქოს ფეხის დაბრუნება, მაგრამ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს უკანა ხაზელებმა ქუთაისის აიას. ბოლქვაძე კარს მიუთითებს ალბათობით, კი ბატონო, ასეც იქცევიან. შეეცდებიან სამი ქულის მოპოვებას. მშვენიერი დარტყმული ბოლქვაძის შესრულებით 12-ით 9 ანგარიში ისევ ახერხებს ლელო წინ გასვლას. გუჯა მახარეიშვილი ბურთთან დაარტყა საწყისი. ჩიქოვანი კი ბატონო ყურადღებით იყო მიღებაზე. ყაჩლავაშვილი. ოცდაორში არიან, აქედან პირდაპირ ფეხით შეუძლიათ გასვლა. სპანდერაშვილი ამ ყველაფერს თავად გააკეთებს კი ბატონო. ძალიან კარგათაც ახერხებს ამ ყველაფრის. სპანდერაშვილი 9 ნომერია ამპლუით როგორც წესი, ამიტომაც არ გაჭირვებია ამ დარტყმის შესრულება. კი ბატონო, ის ასაკობრივი ნაკრებიდანაც ამ პოზიციაზე 9 ნომრის პოზიციაზე გვახსოვს. ხილახლა მოვაწვდის გიგი ჭუმბურიძე დერეფანში ბურთს. არახტა, არავინ ასე რომ არ ითვლება ეს არასწორ უწოდებათ. აქ რაღაც დიდი შეჯახება იყო და იმედოვნოთ რომ აქ ხელიდან არა ვერ მოპარეს თითქოს. ასე დავინახე ხუციძე დააგრძელებს რაგს. კარგად არის ყველა, როგორც ჩანს ხიფათი არ ყოფილა. მშვენიერი დარტყმული გამოვიდა ხუციძესაც ამ შემთხვევაში. კი ბატონო. არ გვაქვს უხეშობა თამაში.
კი ბატონო, გამოირიცხა უხეშობა ამ მომენტში. აქ ბოჭავი უფრო შეიძლება დავადანაშაულოთ. პირველ კაცზე მოიგეს მარტივად ორი ხელით. ქოიავამ ჩახსნა და წავიდა. და იზოლირებულია ქოიავა, რა თქმა უნდა, დაჯარიმდება ახლა. იზოლირებული იყო, ჩაუვარდა ორ ქუთაისელს ხელში. პირველ ნომერს და 8 ნომერს თანაც პეტრეს და დავითს და მათაც არ გაჭირვებიათ მისთვის ბურთის ამორთმევა. ნახვილი კუთხიდან კარგად გადაიტანა, მაინც შევიდა 22-ში აია. მახარეიშვილის დარტყმის შემდეგ, რომელიც ქუთაისის სარაგბო სკოლის აღზრდილია. ალიგის კაპიტანიც იყო ის. ცოტა დააკლდათ ახლა ორივე ბურთის მოხსნა და სპანდერაშვილი გაჩნდა პირველი ბურთთან. გასუფთავდა რაკი ყაჩლავაშვილი გააკეთებს ერთ დარტყმას კი ბატონო. ურთაშვილი ძირითადად მასზე მოდის ეს დარტყმები. ძალიან საჭირო დერეფნის მოგება ვერ მოახერხეს ქუთაისელებმა და ჩააბარეს ბურთი მეტოქეს. ყაჩლავაშვილი მაღალი დარტყმული. მახარეიშვილი კარგი იყო, დაინახა სივრცე, გაატანა ფრუიძეს. ფრუიძემ მოახერხა, მოუხდა ბოჭავს. მაინც მოახერხეს მის შეჩერება და საფრთხე უნდა იყოს წესდ შეტევა, მაგრამ ძალიან კარგი არის. ხალვაში უნდა იყოს, რომელიც ძალიან კარგი იყო ხალვაში ამ შემთხვევაშიც. დროულად ამოწია ეს დაცვის ხაზი ჩაკვეტაძე. კარგად დაუხდნენ მასაც. მახარეიშვილი სიბრტყეზე გაკეთებული გადაცემა შეიბოჭა ქიმუცაძე. არ აქვს წინსვლა ქუთაისურ კლუბს. მეფარიშვილი სუჩვენება და თავად შევიდა. ხუციძე, მახარეიშვილი ცუდი გადაცემა, ღლონტი აიღებს ამ ბურთს. რთულ სიტუაციაშია, თუმცა ბურთს მაინც ინარჩუნებს. ვერ მოახერხა მამუკაშვილმა ბურთზე ჩაჯდომა. ისევ ბატირერენგა კარგად ხდებიან. კერძოდ კი ქუნთელია აკეთებს ამას. ხუციძე ფეხს დაარტყავს. კარგი დარტყმული არის, ვინ იქნება ბურთზე პირველი? იქნება ლაღაძე. კარგად იმუშავა ქუთაისელმა მორაგბემ მეფარიშვილს დაუხდნენ, შვენივრად გადმოდეს უკან. არა, უნდა ითამაშონ კი ბატონო. მახარეიშვილი, ღლონტი, რას მოიფიქრებს დააქნია თავწავიდა, თუმცა გოთაიძეს მეორე მაგარი ბოჭვა შემოგთავაზა გოთაიძე. ვარდანიძე. კარგი იყო ვარდანიძეც. ბატირერენგა ისიც მარტივად შეაჩერეს. ბოჭვის არეში კარგია თბილისური კლუბი. ფრუიძის რა გადაცემა. პასი გააკეთა გიორგი ფრუიძემ და უპირატესობით სარგებლობს ქუთაისური კლუბი, უფრო მეტი აი წინ გადაცემას გავდა კი ბატონო. გოთაიძე დაჯარიმდა ამ შემთხვევაში. ბატონო დერეფანში გადადის. ქუთაისური კლუბი. მახარეიშვილს როგორც ჩანს კარში უნდოდა დარტყმა, თუმცა კაპიტანმა გადაწყვიტა რომ აუტისკენ უნდა წავიდეს მისი გუნდი, რა თქმა უნდა კაპიტანი იღებს გადაწყვეტილებას და გადაიტანეს ქუთაისელებმა ბურთი აუტში. კარგი დარტყმა გამოუვიდა მახარეიშვილს. მეორედ უკვე მეორედ შეიძლება ითქვას ანიავებენ ძალიან კარგ შანსს ქუთაისელები მეტოქის 22-ში დერეფნის მოგებას ვერ ახერხებენ ისინი. ბატონო ემზადებიან გამოჩნდნენ რომ საბა ერემეიშვილი და ბაჩუკი ბარათაშვილი ჩაერთვებიან სულ მაინც წესით. თამაში აქ
შეცდომა ჩიქოვანის მხრიდანაც შორი დარტყმული უნდა და ჩიქოვანს მაგრამ ვერ მოახერხა. კარგი იყო ყაჩლავაშვილი. სად მოახერხა მამბურთის ართმევა მეტოქისთვის. თორე ზვიადაძე იქ ჩაივლიდა წესით და გაუჭირდებოდათ მის აი გურთი რომ ზვიადაძეს დაეჭირა ძალიან საფრთხო იქნებოდა. მერე მოვლენები ლელოსთვის ნამდვილად. ყაჩლავაშვილი გაუტანა ხაზე ბურთი ჩიქოვანი აქვს თითქოს იქ უპირატესობა მამუკაშვილი შემოურბინა და შემდეგ უკვე შებოჭა იქ ბოთამ. საკმაოდ კარგად ამოვიდნენ აქ. ინარჩუნებს ბურთს ლელო. ბატირერენგამ იქ არ უნდა ითამაშოს, თორემ დაჯარიმდება კი ბატონო სპანდერაშვილი. ფეხი კარგი დარტყმული. თუმცა ბურთით მაინც ქუთაისური კლუბი იქნება, ვინაიდან ეს შეტანილი ბურთი იყო. კი ბატონო. გიგი ჭუმბურიძე შეიცვალა და პეტრე ჯინჭარაძე მოედანზე რჩება ქიმუცაძე. დააკარგეს და გაანიავეს შანსი. უჭერთ ქუთაისელებს დერეფანში. აქ უპირატესობა ხალვაში არა ვერა ფრუიძეს ვერ გაექცა. მერამდენე დერეფანს აგებს უკვე თავის საკუთარს აია. კენჭაძე აი აქ ჩაუჯდნენ ბურთზე კი ბატონო, მაგრამ იქ წინ თამაშს უპირატესობით სარგებლობდნენ. რა მომენტში? ბურთით რჩება მაინც თბილისური კლუბი შერკინებით განახლება შეხვედრა. ჩაკვეტაძე იცვლება და გიორგი ნიკოლაძე შემოვა. ვარდანიძე თუ შეიცვალა, მაშინ არსია შემოვა მოედანზე. ძალიან კარგი იყო არსია წინა ტურებში გამორჩეული. ასაკი ძალიან პატარაა არსია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი იყო. ალიგიდან არის რაღაც ძალიან ახალი ამოსული ამ სეზონზე. ღირსეულად ჩაება ამ კაცთა რაგბში. უნდა გამოიყენოს ბურთი ლელო და აი ეგ დაჯარიმდნენ. ბრავო ქუთაისის აი ეს. სარბიელის სინიც თამაშდება კი, რომელსაც აიაფლობს როგორც ჩანს. აი ამ სინის ფლობელი. ახარეიშვილის კარგი დარტყმა ხარის პირობებში. ქიმუცაძე და ზურაბ ხუციძეც იცვლებიან, ოდარ დოლიძე შემოვა და ალეკო გიგაშვილი. უნდა გამოასწორონ როგორღაც ქუთაისელებმა დერეფანში სიტუაცია, თორემ ესე ძალიან გაუჭირდებათ მათ ფონს გასვლა. კი ბატონო, ამჯერად მოახერხეს, კარგად დაძრეს მოლი ქუთაისელებმა, რა გააჩერებს ამ მოლს. უპირატესობითაც სარგებლობენ აქ ერემეიშვილმა თუ ჩახსნა. კი ბატონო, ჩახსნა კენჭაძე ცდილობს აქ. კენჭაძე ძალიან გადავიდა ახლა გვერდიდან, თქმა უნდა ეს არ გამოეპარება იოსებ ჯაფარიძეს. უპირატესობა აქვთ ახლა ქუთაისელებს. შემოგთავაზონ ქუთაისელებმა ისაც კარგად გამოზით, გაიტანონ იქნებ ქუთაისური რაგბი, გვანახონ იქნება. ბოლქვაძე არ აცდის მათ ამის გაკეთებას. დრო გაჩერდა. ქოიავა და კენჭაძე იხმო თავისთან, კი ბატონო, იქ სწორად შევნიშნეთ ჩვენც და არც საბა სოსო ჯაფარიძეს გამოპარვია. თავიდანო გვერდიდან შევიდა პირველი უპირატესობაც თუ არ ვწდები 7 ნომრის გამო მიიღო
ქუთაისაიამ და შემდეგ არ გაჩერდა ლელოს 7 ნომერი ბოლომდე გააგზელა ეს დარღვევა და საბოლოო ჯამში მიიღო მან ყვითელი ბარათი და დარჩა ლელო 14 კაცის სამარა. კი ბატონო, მოედანზე შემოვიდნენ გიორგი ნიკოლაძე და თემურ კოხოძე, შეიცვალნენ პაატა ჩაკვეტაძე და ეშვილ ბოთა. კოხოძე ძალიან სახიფათოა, ვიცით ფრთიდან. ხო, ლელომაც დაიწყო შეცვლები. ბადრიც სიხისთავი ჩაერთო თამაში დაუთ ხუნთელიას ნაცვლად. მახარეიშვილი გადავიდა კიდეზე. ხო, თითქოს უფრო გაძლიერდა ქუთაისისაია შემადგენლობა ამ ცვლილებების შემდეგ. მეც ეგეთი დაბეჭდილი მომჩება ნამდვილად თუნდაც ნიკოლაძე, კოხოძე, ორივე ძირითადი შემადგენლობა. დოლიძეც საკმაოდ მაღალი დონის ხანაურად ჩამოყალიბდა. კიდევ ერთხელ საბაირემეიშვილს არ ჩაუვარდა ბურთს პირდაპირ. ორიგი შანსი გაანიავა ქუთაისურმა კლუბმა, თუმცა აქ უნდა დაწნე ხოლმე თქო რა თქმა უნდა. კარგად დაუხდნენ და მეფარიშვილი არა ვერ ჩაჯდა. წნეთში ალელო იყო. ყაჩლავაშვილი თავად გავაფეხი. შენიერ დარტყმულს გავს. კარგი ფეხი დაარტყა, შესანიშნავი დარტყმა გამოვიდა ყაჩლავაშვილს. თან ისე რომ სწრაფად შემოგდების შანსიც არ დარჩა მეტოქე გუნდს და გარი აუტი გამოვიდა ახლა ყაჩლავაშვილს. აი ხედავთ როგორ შეიცვალა. ლელო 7-იანმა შეკრა, აი კიდე გააგზელა მან ეს ყველაფერი. მოიგეს ეს ბურთი შახსნა ერემეიშვილმა. ეძის მოცლობას სტილობს, მაგრამ არ გამოსდის. დოლიძე მოეხსნა კოხოძე, ნახოთ რა შემოგთავაზებს ხალვაში, რა კარგია დღეს. ძალიან მაგარ მატჩს ატარებს ხალვაში. კი. გინდა დაცვაში და გინდა შეტევაში, მშვენივრად გამოიყურება დღეს იგი. ნარსია. დოლიძე, მახარეიშვილი ნახოთ რას მოიფიქრებს, კაშია. ფრუიძეზე აი აქ შეექნება თუ პირადსობა, ღლონტი დააკნია, თავად შევიდა. ბოლქვაძემ შებოჭა ბოლოს როგორც იქნა 22-ში შევიდა. ჯარიმა კი ბატონო. მახარეიშვილი ბატირერენგა, აი ქუთაისურად უტევს ახლა აია. სწორედ იმას შვება ახლა აია, რასაც წეგან ვლაპარაკობდით, კარგად გამოძით მათ ეს ყველაფერი. აქამდე რატომ არ შვებოდი? ფრუიძე, აი. კოხოძე გაიტანს ლელოს. ბრავო ქუთაისაიას, აი ეს იყო ის ქუთაისური შეტევა, როგორც აღნიშნა შოთანაზე. საუბრობდით და რითაც დაგვამახსოვრეს თავის ბოლო წლებია უკვე. კოხოძე შემოვიდა და დადო ეგრევე ლელო. ამ საქმეში ნამდვილად ოსტატია თემურ კოხოძე და რადგირდა ჯერ კიდევ გიორგი ფრუიძის პასი. ერთი პასით მოჭრა ლელოს დაცვა და იქ წონასწორობას კარგავდა უკვე მიწისკენ მიდიოდა და ამ დროსაც მოახერხა პასის გაცემა. ხო, ღლონტმაც კარგად არ დაუკარგოთ ეს ყველაფერი მას. არა, მთლიანობაში შეტევა, აი შეტევა შესანიშნავი იყო, არავის არაფერი არ უნდა დაუკარგოს ნამდვილად. საბა შარვაშიძე ემზადება მოედანზე შემოსასვლელად საინტერესო. 14-12 ამასობაში ანგარიში აია წინ გავიდა პირველად 55 წუთისთვის. ნახოთ თუ მოახერხებს მახარეიშვილი ამ გარდასახვით ზუსტად შესრულებას. მოახერხებს? კი ბატონო, საკმაოდ რთული სიტუაციიდან. 16-12 ანგარიში. ჯარიმა უკვე აღარ ყოფნის ლელოს. ახლა ლელოს მოუწევს რომ უფრო მეტად ლელოზე ითამაშოს. შენ ფრუიდის ამ გადაცემას გულისხმობდი? მე იქამდე ისიც მაგარი იყო და მე ეს პასიც ძალიან კარგი გამოვიდა, ნუ ხალვაშს უკვე აღარ შეეძლო ეგ ზედმეტი იყო. კი, ზედმეტობაში იყვნენ ქუთაისელები და ვერ დავაბრალებთ ხალვაშს ამ ლელოს ნამდვილად.
ხედავთ ემზადებიან. სიმონიშვილი და ზამთარაძე ემზადებიან. ასევე ძლიერდება. ლელოს შერკინებაც ურთაშვილი და ალხაზიშვილი. ხაზაშვილი. ძაბება მატჩი, ასეც იყო მოსალოდნელი, ამ მატჩის ბედი, რა თქმა უნდა, ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა. ესე ვარაუდობდი მე ყოველ შემთხვევაში და მართლდება, როგორც ჩანს. რა ხდება? დაშოვებული ერთ-ერთი ქუთაისელი მოთამაშე. ვინ არის ვერ ხედავთ? არ ჩანს ნამდვილად. საკაცით გაყავთ ქუთაისის აიას მოთამაშე, ვერ ხედავ კერძოდ რომელი მოთამაშეა ეს. უსურვებ მას რომ სერიოზულია, არ ჭირდეს არაფერი და მალე შეძლოს. გუნდს დაუბრუნდეს. პატივცემული. არტყაჩიკოვანმა გარდა დაწყებებს იადაძემ საიდან მოხსნა ბურთი აქ ვერ ამოიღო მამუკაშვილმა მოიდანში უნდა გააკეთონ ეს სტარტი 22-ში სწორად კი ბატონო უკვე შეუძლიათ ფეხით გასვლა აქედან დოლიძე თავად გააკეთებს არც თუ ისე კარგი დარტყმა ბურთით გოთაიძე დარჩა აჩლავაშვილი. აბა ვნახოთ რა სიძავს ლელო. კაშიას, არა კოხოძეს გაუფუჭდა ეს ბოჭა. ბოლქვაძე იყო ბურთით. კოიავა. მამუკაშვილი დააქნია თავად წავიდა იქ თითქოს შეძურა ინტერვალში, მაგრამ ვერ გავიდა ბოლომდე. სიმონიშვილის დარტყმა. ერემეიშვილი ცდილობდა ბურთის ამოღებას, მაგრამ ვერ მოახერხა. აჩლავაშვილი. ხანიაშვილს გაუყენა. კინების მოთამაშეების ცდილობს ლელო, რომ დაჩეჩქოს მეტოქე, ესე რომ ვთქვათ. ლელოც მშვენიერი იყო პირველ ორ ტურში ხაზის გაშლაში, რატომღაც დღეს არც ისინი აქტიურობენ ამ კომპონენტში და შერკინებით ასე ჯიუტად ცდილობენ მიეძალონ და გავიდნენ ფონს. უპირატესობით სარგებლობს ლელო გაიშვირა წევანსოსო ჯაფარიძემ უპირატესობის ხელი სვიმონიშვილი კარგად შემოჭა მეფარიშვილმა ზამთარაძე ციხის თავმა დაარტყა არ გადაგორებისთვის მიიღო ლელომ ჯარიმა, დაჯარიმდა აია უფრო სწორად და კოიავა მიუთითებს კარისკენ, რა თქმა უნდა. დიდი დრო პრაგმატულად უნდა ეთამაშოთ ახლა ლელოელებს, ესეც იქცევიან და კარგი შანსი ბოლქვაძეს რომ შეამციროს ანგარიში ერთამდე.
გაიტანა 15-16 ხდება ანგარიში. აიარჩება წინ. გოთაიძეს აღმოუჩენენ სამიცინო დახმარებას. ხუთმეტი 16 აი არის ერთი ქული წინ და შევედით ბოლო 20 წუთშიც. დრო სადაც ყველაფერი ბევრად მეტად ფასობს ვიდრე მანამდე ფასობდა. ბურთით ისევ აია იქნება. დაძაბული შეხვედრა გამოგვივიდა. საბოლოო რაღაცა სჭირდებოდა უკვე პატარა დახმარება. ოიგეს ორი ხელით უმაღლეს წერტილში ბურთი აქ. როგორი მოლი დაძრეს ახლა ქუთაისელებმა. რომელსაც აქვს ჯერჯერობით ისევ წინსვლა ერემეიშვილმა თუ ჩახსნა ეს ბურთი. ბატირენენ გამჩახსნა ჯერჯერობით, ლაღაძე აკონტროლებს ახლა. კარგად მოწყდა აქ და წაიწიეს წინ რთული საქმე აქვს ახლა. კი ბატონო, თვითონ წავიდნენ მიწისკენ ქუთაისელები, გამოვიდა ბურთი. პაჩუკი ბარათაშვილის კარგი წაღება. ახლოს არიან ქუთაისელები საწადებთან. ვნახოთ რას გაახერხებენ ახლა ისინი. ეს წინ პასი იყო, აქ ჩანაფიქრი კარგი იყო, უბრალოდ თითქოს ბოლო მომენტში უფრო აიჭრა. კი, საიდანაც გავიდა ბურთი, იმაზე ბევრად წინ დაიჭირა კოხოძემ ამ შემთხვევაში და ამ მომენტში აღარ გამოუვიდათ ფრუიძე კოხოძის დუეტს. ლელოს გატანა. ხო, ყვითელ ბარათებშიც თანაბარია, ხო? ხედა გათანაბდა მეორე ნახევარში. კი, მანდაც გათანაბდა. ეხლა ანგარიში აღარ არის თანაბარი. ვნახოთ ახალად შემოსული პირველხაზელები როგორ შერკინებას გამართავენ. გადავიყოთ თქვენი სივრცე კარგი იყო თქვენ რაღაცა მოვიჩნდეთ აი ერთმანეთს მივცეთ მაისურებს მოდი წერტილი აქ არის ეგ არ გამოუვიდა ფრუიძეს გადაცემა ყარა კორპუსები ყარა მოხრა შეკურა შეკინება დგას არის ბურთი გაიტანა. უნდა გაიტანოს ყაჩლავაშვილმა კი ბატონო ეს იქცევა ფეხს და არტყავს. შვენიერი დარტყმა გამოუვა კიდევ ერთხელ. ავიდა თითქმის ცენტრის ხაზამდე. ყვითელი ბარათი შემოვიდეს ერთ წელს.
ლევან ბაჩილავა შემოვიდა დიდი ალბათობით კენჭაძე აღარ დაბრუნდება მოედანზე. კი ბატონო, სავარაუდოდ სწორედ კენჭაძის ნაცვლად შემოვიდა ბაჩილავა. გაჭიროებით, მაგრამ მაინც ინარჩუნებენ ბურთს. ქუთაისელები დოლიძე. ბატირერენგა. აქ გადამყრელი იქნება საჭირო, კი ბატონო, ერემეიშვილი იყო. ბურთი გარეთ არის ხელით აგორებს წინ თამაში. ბურთი გარეთ გამოდის და ხელით აგორებს. აი, დოლიძეზე იყო როგორც ჩანს ეს ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა. სუფთად და აშკარად გააკეთა ეს ყველაფერი დოლიძემ, რაც არ გამორჩა იოსებ ჯაფარიძეს და დამსახურებულად ჩამოერთვა ბურთი ქუთაისელებს და შეაგორებს ლელო შერკინებაში ბურთს. შემოგდებას დაველოდო. მოხრა. შეკრა. შეკინება. გას. დაძრეს შერკინება, მაგრამ გააქვთ ბურთი ლელოელებს. 22-ია. არა, გარეთ გამოვიდა როგორც ჩანს. ძლიერი დარტყმა გამოვიდა, თუმცა შვენიერი. ბოლქვაძე აჩქარდა, სრულ მოძრაობა, საკმაოდ კარგი მოტეხა რამდენიმე მოთამაშე. აქ არა. სვიადაძე. ძლიერ დარტყმულს კარგი დარტყმა არის კი ბატონო. ხელით მოაქვთ როგორც ჩანს, რამდენად კარგი გადაწყვეტილება არის, ვერ გეტყვით, შემოურბინა აქ გადაცემაც ხალვაში. გასწრებს. აქ უკვე თამაში დატოვება, გამოუვიდა, ბრავო ხალვაშს. ხოიავა მომენტი ლელოელებს, აბა ვნახოთ რას მოახერხებენ ისინი მამუკაშვილი. ჩიქოვანი, ფრთაზე კიდე ერთი კაცი ყავთ. რა მაგარი ბოჭვა გააკეთა ელგუჯა მახარეიშვილმა. მაგარი ბოჭვა გააკეთა და მე მგონი მკლავიც შეწირა ამ ბოჭვას, მაგრამ თუ ლელო უნდა გადაერჩინა ღირდა ნამდვილად. ქევხიშვილის რაღაც ჩანაფიქრით დაიწყო, ასე ვთქვათ. მაგარი შეტევა ქონათ ლელოელებს, საიდან დაიწყეს ვხედავთ. რა კარგ შეხვედრას ატარებს კიდევ ერთხელ გვიტყვით ნიკა ხალვაში. აი რა პასცაც მაგარს აპირებდა უბრალოდ ცოტათი დაბლა მოუვიდა, მაგრამ მაინც აკაი გაგზელება ნახეს ლელოელებმა შეტევის ვხედავდა. შემდეგ ციხის თავი იყო კარგი მომაშორა. საბოლოო ჯამში მახარეიშვილის ბოჭვა იყო შესანიშნავი. და გიგი ირემაშვილიც ადგილზე იყო და არ გამორჩა აუტთან შეხება და დააფიქსირა ამ განასკნელმა აუტი. ქუთაისელები შემოაგდებენ დერეფანში ბურთს. სულ რაღაც 11 წუთამდე დრო არის დარჩენილი მატჩის დასრულებამდე, ძალიან დრამატული მატჩია, დამეთანხმები ალბათ ნოდო. კი. ლელომზი გასულ კვირაშიც ძალიან დრამატული მატჩი გამართა რუსთავის ხარებთან, გასულ დროზე წააგეს მათ ეს შეხვედრა. ხო, ქარმა იმატა ეს აშკარაა. დოლიძე. კარგი დარტყმული დოლიძის შესრულებით. აქ როგორ ახტება ბურთი, ამაზე ბევრი ნამაა დამოკიდებული, ქუთაისელებს ჩაუვარდათ ნიკოლაძე. ზამთარაძე კარგი იყო ერემეიშვილი. თითქოს კარგად მოიცლა თავიდან სპანდერაშვილი. მაგრამ არ გამოუვიდა, კარგი ბოჭვა გამოვიდა საბოლოოდ სპანდერაშვილს, გოთაიძის კიდევ ერთი არა ბაჩილავა და გოთაიძე ერთად იყვნენ პრინციპში. ნიკოლაძის თუ ისე კარგი დარტყმა ფუიძე. დოლიძე. არ ჩქარობს აი რა თქმა უნდა. გიგაშვილი. ნიკოლაძეს გადააწოდა. გამოვარდა. რატო იღებს პანდერაშვილი 0-ში დარტყმებს? ეგ ვერ გამიგია.
გადაწყვეტილება რა იქნება? არის ვარიანტი კარში დარტყმის. მე რო კაპიტანი ვიყო, აუცილებლად კარისკენ მიუთითებდი. თან კარგად ურტყავდა მახარეიშვილი მთელი თამაში კარისკენ, მე მგონი არ გაუწუდებია არც ერთი და. აუჩი გადადის მაინც. ბატონო, ესე გადაწყვიტეს ქუთაისელებმა. ხო, ორივე გუნდი 100%-იანი შედეგით ურტყავს კარში. კი. მოიგეს ორი ხელით კარგად ბურთი. პირველი კაცის ჩაქცევა იყო ახლა აქ და მიეძალებიან ქუთაისელები. ბარათაშვილი. დოლიძე. გაიტანა გააკეთა დარტყმა. თავის ხრივ რამაგრად იცავს თავს. ლელო ქუთაიძე კარგი არის ის ბოჭებში. ბატირერენგა. უჯარი მოდ უნდა დაიცვას აქ თავი თბილისურმა კლუბმა. მახარეიშვილი ნარსიას დაარტყმევინა, შებოჭეს ნარსია. მეფარიშვილს რა კარგად აწვიეს აქ. კაი ბოჭვა მოხდა მეფარიშვილს. ნიკოლაძე. დოლიძე კი ბატონო, ნამდვილად თან ეს არ გავდა იმ მომენტს, როდესაც ძალით არ ტყავს 9 ნომერი, აქეთ რო თუ გამოიხედავდით, სამკაციანი დარტყმა მზად იყო, სადაც აშკარად მიდიოდა პასი და სავსებით სამართლიანად დაისაჯა ახლა ლელო თამაშგარის დარღვევისთვის. და კარგად უთხრას ოსომ ძალიან გვიან მიდიოდი უკანო, ზუსტად ესე იყო ეს ამბავი. მახარეიშვილი დაარტყავს კარში. 4 ქულამდე შეეცდება უპირატესობის გაზდას. მახარეიშვილის გამორბენი ზუსტია. არ გაუჭირდება. 19-15 ამასობაში ისევ არ ყოფნის თბილისის ლელოს ერთი გატანილი ჯარიმა და დრო სულ რაღაც 6 წუთი ნახევარია დარჩენილი. კი ბატონო, აშკარა იყო რა თქმა უნდა ჯარიმა. აქ 9 ნომერმაც უნდა იმუშაოს ამაზე, მაგრამ დამრღვევი იყო ფაქტია. კი ბატონო. სვიადაძე კარგი იყო მიღებაზე, ეს საშინელი გადაცემა იყო და შანსი ახლა ლელოელებს ისევ საწყისიდან დაშვებული შეცდომას მოყვა ეს შანსი ლელოელებისთვის, მეტოქის 5 მეტრიანში ექნებათ მათ ახლა შერკინება. დიდი შერკინება თამაშის და დიდი მომენტი. ვნახოთ როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი გუნდებისთვის. გატანისკენ მოუწოდა გოთაიძე, აქ ჩიქოვანს თუ შებოჭავენ. კი ბატონო, იბოჭება ჩიქოვანი, სწრაფი ბურთი სჭირდება ლელოს. რა კარგი იყო პასის და ბოჭვად შემდეგ. ისევ მახარეიშვილი რა კარგი იყო და შემდეგ მიწაზე გადაცოცება სპანდერაშვილი. ბოჭვის შემდეგ მოძრაობა.
მახარეიშვილმა თავში დამატებითი მოძრაობისთვის. მახარეიშვილი ძალიან ტკივა იმ ბოჭვის მერე ეს მხარი კიდე იმ ხრით მიიღო ეტოქე დარტყმაზე და ახოთ რას გადაწყვიტავს მახარეიშვილი. 5 წუთი. მაგრამ ძალიან სახიფათო შეტევის მოგერიება კი მოახერხეს მისი ბოჭვის წყალობით. მომისმინე მეორეჯერ მოგივიდა უკვე რა არის. მეორეჯერ მოგივიდა. არა, მესმის ახლა, მაგრამ 10 ახლა კაპიტანი. 10 ახლა. კი. თქვენც რო იგივე მოგივიდეთ იგივე. აი, დრო. მაინც ადგა მახარეიშვილი აგრძელებს შეხვედრას. სისხლის ბოლო წვეთამდეო რო იტყვიან, ამას აკეთებს ახლა მახარეიშვილი ნამდვილად. გამოვიდა 22-დან, მაგრამ არც თუ ისე შორს იქვე 22-ის ხასთან იქნებოდ. დერეფანი. მართლა მეორე მხარიაო უთხრა და მართლა მეორე მხარს იგებს ორივე მხარი ტკივა ახლა მახარეიშვილს. ყურებღება მართებთ ქუთაისელებს. უნიშნულოვანესი დერეფანია მათვისაც. მეფარიშვილზე, მაგრამ სად გამოუცნეს კომბინაცია. ბრავო. როგორი მნიშვნელოვანი აუტის მოპარვა მოახერხეს ლელოელებმა, ახლა მათზე არის დამოკიდებული როგორ შეუტევენ მეტოქეს. ქოიავა ბურთით. მე რამდენიმე წუთს თამაშობს ქოიავა, ხედავთ. ჩაუხრელად კარგი შიგნით შებრუნებული პასი. ჩარიმაკი. გვერდიდან შემოსვლისთვის დაჯარიმდნენ ქუთაისელები და რას გადაწყვეტენ ახლა ლელოს მორაგბეები. აუტისკენ გადიან. მაგრამ ვერ გადიან არა. აი მე როგორ გაუმართლათ ახლა მე მგონი კოხოძემ ვერ დაიჯერა, რომ ესეთი საჩუქარი გაუკეთა ჩიქოვანმა და სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა ამ ბურთის აღება. შეიძლება გძელე, ჰა? დრო გაჩერებული ვარ. მოდი ერტა, მოდი. ხარცით კიებს. იცლები? აი შესვლა შემოვის. სამნახევარ. ვერაფერი ვერ დავინახე მე პირადად. პეტრე ჯინჭარაძე ბრუნდება მოედანზე, გადის ბაჩუკი ბარათაშვილი. ბაჩუკი ბარათაშვილს როგორც ჩანს ძლიერი ტკივილი აქვს მხრის არეში, ამიტომ ვიცით რომ ნათამაშე პირველ ხაზელს ამ დროს როცა ტრამვას იღებს შეცვლაზე შემოსული ნათამაში შეუძლია დაბრუნდეს, ასეც მოხდა. დაუბრუნდა კაპიტანი ქუთაისაიას, ორი ხელით მოგებული აუტი ლელოს მხრიდან და მოლი. საკმაოდ კარგი მოლი ჩანს, შემოვიდა ყველა თითქმის და დაძრეს ლელოელებმა. დაძრეს და ამ მოლის უპირატესობითაც სარგებლობენ. ამ მოლის გაჩერება როგორი დრამატული მომენტია, ახლა ვხედავთ. მოუწოდებს ოსო ბურთის გატანისკენ ლელოს. გაიჭედება კი ბატონო, დაბრუნდება უპირატესობა. და უპირატესობა დაუბრუნდათ თბილისის ლელოს. ნარსია, კი ბატონო, ხედავთ გვერდიდან შემოვიდა, ნამდვილად არისო ნარსია ბოლო ფეხიდან შემოსული ახლა. ორი ხელით მოგებული აუტი ისევ ლელოელების მხრიდან და ისევ კარგი მოლი დადგა. კარგად დგანან ქუთაისელების დაცვაში. არა გაჭირდება ამოლის დაცვა. დაძრეს და მოკლეფსაძე ყაჩლავაშვილი და რალჰელოს გატანას ახერხებს. როგორ გაიპარა მე ბოლო წამზე დავინახე მეც ვერავინ ვერ შეამჩნია ყაჩლავაშვილი. აი ამას ერქვა იგძნო მომენტი ნამდვილად
დაინახა მოშიშვლებული ფრთა ქუთაისელების და წავიდა და მატჩის შეიძლება გადამწყვეტი ლელოს გატანაც კი მოახერხა მან. აი რაღაც წამები შეიძლება დარჩეს გარდასახვის შემდეგ, მაგრამ ბევრი არაფერი. აი მაქსიმუმ 30 წამი დარჩეთ. და ძალიან დაძაბული დასასრული მატჩის. როგორც ხვდები, დარტყმის შემდეგ დრო ვერ დასრულდება, იმიტომ რომ ნაკლებია. ანუ განახლების დრო ექნებათ ქუთაისელებს. ეს გარდასახვაც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ორივე გუნდს საწყის ბურთს მიღება უჭირს. შესაბამისად, გაწვიმებულა კიდევ დიდი ყო. ვერ მოახერხა ამ გარდასახვის გატანა ბოლქვაძემ. აი ნახეთ სად გამოიპარა ყაჩლავაში. კი და აქ ვერავინ შემოურბინა მახარეიშვილსაც და ბრავო მიხეილ ყაჩლავაშვილს. ნამდვილად კარგი მომენტი იყო ახლა მის შესრულებით. თუ გავითვალისწინებთ ბურთის მიღება საწყისიდან არაფერი არ არის გამორიცხული, ჯერ კიდევ ყველაფერი შეიძლება, კიდევ ერთხელ შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. მოითქვეს სული მორაგბეებმა და ვნახოთ აი ეს ძალიან დრამატული 15 წამი როგორ ჩაივლის ახლა. ადრე აწავ ნაბიჯი უკან დამეღო ჩემი შემზარავ. ლეო კაპიტანი. თავთო დარტყის საწყის ქუთაისელებმა აქ ისინი იქნებიან ბურთი ქუთაისელებმა რა დარტყმა გააკეთა მახარეიშვილმა ახლა ვნახეთ ნარსია. აქ უჯარიმოდ უნდა დაიცვას პირველ რიგში თავი თბილისურმა კლუბმა თავისი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა შეუტიოს აი ამ ორივე გუნდს დიდი თავდადება მართებს ახლა რა ძალიან სანახაობრივს ხდის ამ თამაშს. დოლიძე მახარეიშვილი აწიეს აქ შარვაშვილზე რა ბოჭვას აკეთებს პანდერაშვილი. დოლიძე დაახევინეს უკან ქუთაისელებს კარგი დაცვა შესთავაზეს. ასპინძლემა დოლიძე ისევ ნიკოლაძე ცოტა უნდა აჩქარონ, აქ უნდა შეცვალონ შეტევის მმართველობა კი ბატონო გიგაშვილი და წინ დაუვარდათ ბურთი ქუთაისელებს და მატჩი სრულდება 20-19 თბილისის ლელოს გამარჯვებით. ნამდვილად გაამართლეს დღეს ორივე გუნდმა ის მოსაზრება, რომ ლელოს და აიას შორის ყოველთვის სანახაობრივი დაძაბული და კარგი მატჩი გამოდის ხოლმე. დღესაც ნამდვილად ესე იყო, გარდამავალი უპირატესობით, ძირითადად რომ თანაბარად გაიარა, როგორც აღნიშნავდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ყაჩლავაშვილის აი იმ ძალიან კარგი ლელოთი მოახერხეს ლელოელებმა გამარჯვების მიღწევა. კი ბატონო, სრულიად ვერ იტყვი რომელიმეზე რომ არ დაუმსახურებია გამარჯვება, აი ფრე უფრო მისაღები შედეგი იქნებოდა ნეიტრალური გულშემატკივრისთვის, ანუ ეს რომ შევაფასოთ, თუმცა მიულოცოთ ლეოს ეს გამარჯვება და მთელი სეზონი წინა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ცვლილება იქნება. ხვალ გაიმართება ორი შეხვედრა, ეს უთხრათ გულშემატკივარს ჯერ აი არენაზე 4 საათზე არესი უმასპინძლებს არმიას, ხოლო შემდეგ 6 საათზე ხვამლი არენაზე ხვამლი უმასპინძლებს რუსთავის ხარებს. ორივე შეხვედრის ყურება, რა თქმა უნდა, შეგეძლებათ რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში. ამით გემშვიდობებით, მოკლედ, ხვალ ისევ განახლდება რაგბი ტივიში. რაგბი, ასე ვთქვათ. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ.